აქციების 11 მონაწილისთვის განკუთვნილი 11 საბრალდებო სკამი. პატიმრობა დარჩეს ძალაში. მათ ბრალი პოლიციის წინააღმდეგ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში ედებათ, რასაც უფლებადამცველები პოლიტიკური მოტივით დევნას უკავშირებენ. ეს ადამიანები არიან პოლიტიკური ნიშნით დაკავებულები. სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც 11 ადამიანის და მათი ოჯახების ცხოვრება ერთ დღეში შეცვალა. ეს ორი კვირა წირილში გაატარა დედამაც მეც. თავისით მოდის სრემლები და მეტირება, რომ ჩემი შვილი ჩემ გვერდზე არ არის. სტუდია მონიტორმა პროკურატურის მტკიცებულებებსა და სასამართლოს გადაწყვეტილებაში არსებული ხარვეზები შეისწავლა. ჯგუფის გარკვეულმა ნაწილმა მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება პოლიციის თანამშრომლებს. ყველა პოლიციელი ჩვენებაში ამბობს, რომ მე არ ვიცი ვინმე სროლა ჯოხი. აქ უკვე ბრალდების მხარე აღმოჩნდა გამოუვა მდგომარეობაში. რაც ჩემი შვილი დაჭერილია, რომ თხო ღმერთს რომ მალე გამოვიდეს, ჩემი შვილი მალე გამოვიდეს და ჩავეხუტო და ჩავიკრა და ხალისი კონდეს ყველაფრის. პირველი ორი კვირა ძალიან რთული იყო, როცა მისი ხმაც არ გვესმოდა, სიცარიელი იყო სახლში. სასჯელ აღსრულების მერვე დაწესებულებაში დღესდღეობით ათობით აქტივისტი განაჩენის მოლოდინშია. მათ ნაწილს ჯგუფურ ძალადობაში ედება ბრალი. პროკურატურის წარმოდგენილი მასალა ბადებს ეჭვს, რომ სისხლის სამართლის ეს საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია. სტუდია მონიტორმა ეგრეთ წოდებული 11 პირის საქმე შეისწავლა და დღეს მოგიყვებით, რა მტკიცებულებების საფუძველზე აღმოჩნდა 11 აქტივისტი ბრალდებული სკამზე. 2024 წლის ნოემბერი-დეკემბრის აქციებში მონაწილე 11 მოქალაქეს პროკურატურა ედავება 225 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. პირველად პატიმრობა მათ მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა შეუფარდა. შემდეგ კი მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ 11-ვე ბრალდებული აღკვეთის ღონისძიებით გათვალისწინებულ პატიმრობაში დატოვა. განჩინებაში მან ჩაწერა, რომ იზიარებს პროკურატურის პოზიციას დანაშაულის განმეორებით ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების რისკის ნაწილში. დანაშაულს არც ერთი ბრალდებული არ აღიარებს. 5 მარტს გამართულ მომდევნო პროცესზეც 11-ვე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების დასრულებამ შესაძლოა გარკვეულწილად მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე მცირედ შეამცირა, მე მაინც მიმაჩნია, რომ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე იმ ხარისხით არსებობს და იმ ინტენსივობით, რომ პატიმრობის გარდა სხვა აღკვეთის ღონისძიება მის აღმოფხვრას ვერ უზრუნველყოფს. ბრალდებულების ანდრო ჭინჭიდანძის, ჯანო არჩაიას, რევაზ კიკნაძის, გურამ მირცხულავას, ონისე ცხადაძის, ლუკა ჯაბუას, რუსლან სივაკოვის, სერგეი უხარჩუკის, გიორგი ტერიშვილის, ვალერი თეთრაშვილის და ირაკლი ქერაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა დარჩეს ძალაში. ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ჯგუფური ძალადობის მონაწილეები პარლამენტთან და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით განლაგებულ პოლიციელებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში თავს ესხმოდნენ. უწყვეტად ისროდნენ ქვებს, სხვა მძიმე საგნებს, საღებავებს, ადვილად აალებად ნივთიერებებსა და ცეცხლგამჩენ მოწყობილობებს, აგრეთვე პიროტექნიკურ ნაკეთობებს და სხვა ისეთ საგნებს და მოწყობილობებს, რომელიც შეიძლება გამოყენებულიყო ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად. ასევე დაზიანდა და განადგურდა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა. ჯგუფის გარკვეულმა ნაწილმა ასევე მონაწილეობა მიიღო რბევაში, ასევე ამ რბევის დროს დაზიანებული ნივთები გამოიყენეს ბარიკადების მოწყობისათვის. ჯგუფის გარკვეულმა ნაწილმა მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება პოლიციის თანამშრომლებს. ამ საქმის პროკურორები ვაჟა თოდუა და ვახტანგ ცალუღელაშვილი არიან. თოდუა ესტონეთის მთავრობამ 1 მარტს ათობით სხვა ქართველ პროკურორთან, მოსამართლესა და პოლიციის მაღალჩინოსანთან ერთად დაასანქცირა. გამოძიება 11 პირის საქმეზე უკვე დასრულებულია. დაზარალებულად 37 პოლიციელია მიჩნეული.
თუმცა სამართალდამცველთა გამოკითხვის ოქმებშიც კი არც ერთი ბრალდებული კონკრეტულ თავდამსხმელად მოხსენიებული არ არის. ადვოკატები მტკიცებულებების სისუსტეს ამ ნაწილშიც მიიჩნევენ. შეუძლებელია 3 თვის მანძილზე ასეთი საქმე ქონდეს პროკურატურას და ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგენს, მაგრამ სამწუხაროდ ეს არის რეალობა. სამწუხაროდ პროკურატურისთვის წარმოადგენლები არიან დაზარალებულები, რომლებიც დაზარალებული სახელით არიან ცნობილები და დღეს მათ შორის მე მექნება შუამდგომლობა, რომ მათი ჩვენებები, განცხადებები და ყველაფერი რაც არის დართული დაუშვებელ მტკიცებულებად ცნონ, იმიტომ რომ არ არის კავშირში საქმესთან. ბრალდების ხანემ ვერ დაადასტურა, რომ თუნდაც იქ ნებისმიერი პირის მოქმედებამ გამოიწვია რომელიმე პოლიციელის დაზარალება. ყველა პოლიციელი ჩვენებაში ამბობს, რომ მე არ ვიცი ვინმე სროლა ჯოხი. აქ უკვე ბრალდების მხარე აღმოჩნდა გამოუვა მდგომარეობაში. არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, რომელმაც 11 პირის საქმეც შეისწავლა, 31 იანვარს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ ქართული ოცნება ამყარებს საპოლიციო რეჟიმს, ხოლო რეპრესიებსა და დაკავებებს პოლიტიკური ნიშნით პროტესტის მონაწილეთა დასჯისთვის იყენებს. ქართული ოცნება ცდილობს რეპრესიებით მოგუდოს საპროტესტო ტალღა ქვეყანაში. ამ წიგნის უკანა გვერდზე გვერდის განმარტებაში ყველა წინააღმდეგობაში ნახსენები იყო სიტყვა დიქტატორი. ზოგადად პროცესის ნადიმიც იმასთან დაკავშირებული იმაზეა თუ როგორია ყველა დიქტატორის, ტოტალიტარის და ტირანის ბოლო. რევას კიკნაძის სიტყვები სასამართლო დარბაზში მღელვარებას იწვევს. იგი მარიო ვარგას ლიოსას რომანზე „ვაცის ნადიმზე“ საუბრობს. ცეცხლი ოლიგარქია! რევოლუცია მარტეგატინოს ძვირფასო მკითხველო ილია ჭავჭავაძე. მონომას არადოდეს ერთმევამ შვიდობა. ქართველი რუსთავების ის პოლიტიკა გამეთეთელება. ასე იწოლე. არ იქნება სამართალი, არ იქნება შვიდობა. აქციის ფარგლებში დაკავებული 27 წლის რევას კიკნაძე ბოლო წლებში თითქმის ყველა საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა. იგი ერთ-ერთი ბრალდებულია. ჩაგეხუტები გულში ისე მოგვენატრე, ისე რომ მამაშენი მეჩხუბება ნუტირი ხარ ხოლმე და ხანდახან წრემლები მომდის ხოლმე. რევაზი ახლა მშობლებს ციხიდან ურეკავს. ციგნებს კითხულობ, გააკ, გინდა კიდე რომ შემოგიგზავნო. ხო, მაგრამ ის ციგნი ვერ ვიშოვე და სხვა დამიწერე მერე. ხო გაქვს იმაში ბარათს ჯერთან გამოიყენე ხოლმე. ახლა მაგრამ ინდაჯერში მშილობარ თუ ეხარჯება ხოლმე. მზიამაღლობელისადმი სოლიდარობის ნიშნად მან 4 დღე იშიმშილა. პირველად შიმშილობა დაკავებისთანავე გამოაცხადა და 10 დღე წყლის გარდა არაფერი მიუღია. 2024 წლის 29 ნოემბერს რევას კიკნაძე ისვრის ქვებს სამართალდამცველების მიმართულებით. ბრალდების მხარე წერს, იგი აქტიურად მონაწილეობდა რა ამ ძალადობრივი ჯგუფის მოქმედებებში, ქვებს ისროდა სამართალდამცველების მიმართულებით, რითაც საფრთხეს უქმნიდა სამართალდამცველებისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. მტკიცებულებად პროკურატურა ვიდეო და ფოტო მასალას იყენებს. ადვოკატის თქმით, პროკურატურამ ამ დრომდე ვერ წარადგინა ვერც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა კიკნაძისა და სხვა ბრალდებულების მონაწილეობას ჯგუფურ ძალადობაში. არც ერთი გარემოება არ არის და ვერც იქნება, იმიტომ რომ რევას კიკნაძე ამ პიროვნებებს არ იცნობდა არასდროს არ შეხვედრია და მით უმეტეს არანაირი კომუნიკაცია არ ქონია. სწორედ ამიტომ რევას კიკნაძის მიმართ ჯგუფურობა არ არსებობს არც ერთ შემთხვევაში. ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი ამტკიცებს, რომ დაკავების რეალური დრო და ადგილი არ ემთხვევა საქმის მასალებში ჩაწერილ დროსა და ადგილს. ამ საკითხზე ყურადღება მან სასამართლოშიც გაამახვილა. რევას კიკნაძეს ეჯავები არ დანაშაული ჩაიდინა 29-ში და დაკავებული არის 6-ში. შესაბამისად ამ პირს არც მიმალვა უდასტურდება და არაფერი. ამისთვის მათ დაჭირდათ რომ აიღოთ განჩინება. პროკურორმა დაუშვა ტექნიკური შეცდომა, რაც გამოიხატება იმაში, რომ როდესაც შუამდგომლობა შეიტანა და შემდგომ აიღო განჩინება, ამ დროს ჩვენს ჰქონდა 10 საათი და 17 წუთი, რისი დამადასტურებელი დოკუმენტაციაც მაქვს. ბატონი რევაზი უკვე ფაქტობრივად დაკავებული იყო 09 საათსა და 30 წუთზე. საქმის მასალებში მართლაც წერია, რომ 6 დეკემბერს 10 საათსა და 9 წუთზე პროკურორმა რევას კიკნაძისა და კიდევ რამდენიმე პირის დაკავების ნებართვა ითხოვა, იმ მოტივით, რომ ისინი გაანადგურებენ მნიშვნელოვან ინფორმაციას, მიიმალებიან და გააგრძელებენ დანაშაულებრივ საქმიანობას.
ბრალდების მხარის მტკიცებით, პოლიციამ რევაზ კიკნაძე შენებარე კომპლექს ლისი ტოპოგრაფის ტერიტორიაზე დააკავა. ადვოკატი კი ამბობს, რომ კიკნაძე არა ლისზე, არამედ სახელმწიფო უნივერსიტეტის მეტროში დილით-ადრე შესვლისთანავე აიყვანეს. ამ ფაქტს ადასტურებს მოწმე, სახელმწიფო უნივერსიტეტის მეტროს კონტროლიორი. დილით სანამ ჩამოვიდოდი, ახალგაზრდა ბიჭი მოვიდა და არ იყო სალაროსთან მისული. ის იყო მე ვიღაცა ესენი უფორბო, ორი იყვნენ უფორბო, ახალგაზრდა ისენი და ესე მოკიდეს ხელი ამ ბიჭს და შეიყვანეს თქვენ ოთახში. სტუდია მონიტორმა სასჯელ აღსრულების მერვე დაწესებულებიდან რევაზ კიკნაძის წერილი მიიღო. იგი დაკავების სცენას დეტალურად აღწერს. ჩავედი მეტროში და გასასვლელ ავტომატამდე ორი ნაბიჯი ღმრჩებოდა. როცა უკნიდან ხელი დამადო შავებში ჩაცმულმა ოდნავ წონიანმა ბიჭმა, რომელსაც მეორე მასავეთ ჩაცმულიც ახლდა, ოღონდ უფრო გამხდარი. შენ რეზო არ ხარო, პირადობა გვაჩვენეო, მითხრა. არ მაქვს თან რა ხდება თქო და ტელეფონის ამოღება დავაპირე გადასაღებად. ჯიბიდან ამოღებისთანავე გამომგლიჯეს უხეშად. ეს აღარ დაგჭირდებაო. მეთქი რას აკეთებთ, რამე დავაშავე? აქციებზე ხომ დადიოდიო და რაღაც კითხულობო. შემდეგ ვიღაცას დაურეკეს, უკვე ჩვენთან არისო და რამდენიმე წუთში ამიყვანეს მაღლა, სადაც შავ დაბურულ მანქანაში ჩამსვეს. წინ მძღოლის გვერდით, სავარაუდოდ მათი უფროსი იჯდა და შეგიძლიათ თავში წამოარტყათ, მაინც არაფერი დაეთყობაო. ერთ-ერთმაც წამომარტყა კეფაზე, შოკში ვიყავი, თან ვფიქრობდი, ქვეყნის გამო ერთ ცემას აიტანს კაცი. ჟურნალისტური გამოძიების პროცესში ამ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით პროკურატურას კითხვებით მივმართეთ. პასუხი არ მიგვიღია. რევაზ კიკნაძე ერთ-ერთია აქციების დროს დაკავებულებს შორის, რომელიც ამბობს, რომ პოლიციელები მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ. დაკავების შემდეგ იგი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე წაიყვანეს. შემდეგ კი ამ შენობაში მოვიდნენ. კიკნაძე ამბობს, რომ მისთვის ხელბორყილები რამდენიმე საათის განმავლობაში არ მოუხსნიათ და მუქარა აქაც გრძელდებოდა. მონიტორისთვის გამოგზავნილ წერილში კიკნაძე არაადამიანური მოპყრობის ერთ-ერთ ეპიზოდს იხსენებს. ლისზე იყო, როცა მანქანასთან მდგომმა პირებმა ჩემს გასაგონად ხმამაღლა დაიწყეს ლაპარაკი. ტრაქტორი მოსულია უკვე და თხრის ორმოს, თუ არ დაწერს ცოცხლად ჩავმარხავთო. მერე მე მომიტრიალ და უფრო სწორედ მანქანაში შემოყო თავი და ჰა ბიჭო, დაწერე თორემ ხომ ხედავ რაც გელოდებაო. იქ ყველა წინა დადება ჩემდამი გინებით სრულდებოდა. კრიმპოლის შენობაში როცა მიმიყვანეს, იქ უკვე ბოთლზე დასმით მემუქრებოდნენ. კიკნაძის თქმით, მას აიძულებდნენ დაეწერა, რომ აქციაზე ოპოზიციის დავალებით დადიოდა, მაგრამ მუქარის მიუხედავად პოლიციამ მისგან აღიარებითი ჩვენება ვერ მიიღო. ზეწოლის დეტალებს ბრალდებული ციხეში დაწერილ ერთ-ერთ წერილში აღწერს. თხოვდნენ დამესახელებინა ჯაფარიძე, ხოშტარია, გვარამია და სხვა პირები. აღნიშნულს ვერანაირად ვერ დავასახელებდი, რადგან მსგავსი არაფერი ყოფილა. ვაცხადებ შიმშილობას. ადამიანზე ზეწოლის მოხდენის მიზნით რევაზ კიკნაძეს ემუქრებოდნენ. არაადამიანური მოპყრობით, პირდაპირ აღნიშნული პიროვნებები დაასახელა. ბრალდებულისა და მისი ადვოკატის მტკიცებით ფსიქოლოგიური ზეწოლის შესახებ ინფორმირებული იყო მთავარი გამომძიებელი არსენ ხუნაშვილი. ჩვენ ხუნაშვილს ტელეფონით დაუკავშირდით. ბატონო არსენ, გამარჯობა, მე გაწუხებ სტუდია მონიტორის ჟურნალისტი კეთი თუთბერიძე. ბატონო არსენ, თქვენ ბრძანდებით საქმის გამომძიებელი რევაზ კიკნაძის საქმის და რევაზ კიკნაძე აცხადებს, რომ როდესაც იგი დააკავეს, პოლიციელები მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ, იმ მიზნით, რომ მას სრუჩვენება მიეცა ოპოზიციის რამდენიმე ლიდერის წინააღმდეგ და თქვენ საქმის კურსში ხართ ამის შესახებ? ყველაფერი არის სიცრუე, რა თქმა უნდა. დანარჩენთან დაკავშირებით ტელეფონზე ვერ გაგესაუბრებით, ბოდიში უნდა დაგემშვიდობოთ. რევაზ კიკნაძისთვის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაზარალებული სტატუსი ჯერჯერობით არ მიუნიჭებია. ამ საკითხთან დაკავშირებით გაგზავნილი ჩვენი წერილი სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უპასუხოდ დატოვა. ჩვენ ამ უწყების გამომძიებელსაც დავურეკეთ, რომელსაც კიკნაძისადმი არასათანადო მოპყრობის ფაქტი უნდა შეესწავლა. ბატონო ერეკლე, დაიკითხეთ თუ არა ეს გამომძიებლები და პოლიციელები. რომელზეც ინფორმაციას კარგად ცნობილი. ბატონო ერეკლე, ამასთან დაკავშირებით არსებობს საჯარო ინტერესი. გურიეთის საქმე რო
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უმოქმედობაზე ყურადღებას ამახვილებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 11 პირიან საქმესთან მიმართებით ერთ-ერთი ბრალდებული რეზო კიკნაძეც მიუთითებდა მის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე და მუქარის შემთხვევებზე, სიტყვების შეურაცხყოფის შემთხვევებზეც. სამწუხარო არის, რომ ამ სამსახურის მხრიდან ჩვენ არ გვინახავს სათანადო რეაგირება. ეს არ შეეხება მხოლოდ ნოემბერი-დეკემბრის მოვლენებს, ეს შეეხება პრაქტიკულად 2024 წლის მთელ მოვლენებს. არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. 11 პირის საქმის ყველაზე სადავო ნაწილს იურისტებისა და უფლებადამცველებისთვის ჯგუფური ძალადობის მუხლით წაყენებული ბრალი წარმოადგენს. თავად ბრალდებულები ირაკლი ქერაშვილი, ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ლუკა ჯაბუა, ჯანო არჩაია, გიორგი ერიშვილი, ვალერი თეთრაშვილი, რევას კიკნაძე და უკრაინელი დევნილები რუსლან სივაკოვი და სერგეი კუხარჩუკი ამტკიცებენ, რომ ყველა მათგანმა ერთმანეთის სასამართლო პროცესზე გაიცნო. 225 მუხლის მეორე ნაწილი, რის ჩადენასაც მათ პროკურატურა ედავება, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს და 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. იურისტი, უფლებადამცველი და საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი მიიჩნევს, რომ 225 მუხლით ამ 11 ადამიანის გასამართლება სამართლებრივი აბსურდია. 225 მუხლისთვის არის მთავარი წამყვანი ელემენტი არის ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფის შექმნა, ორგანიზება, ას თავისთავში გულისხმობს ჯგუფის ჩამოყალიბებას ორგანიზატორის მიერ და კონკრეტული დავალებები და როლები გაანაწილოს ამ წევრებს შორის. და მეორე ნაწილი გულისხმობს ესეთ ორგანიზებულ ჯგუფში კონკრეტული პირების წინასწარი განზრახვით მონაწილეობას. აღსანიშნავია კიდევ ერთი დეტალი. პროკურატურა 11 ბრალდებულიდან თითოეულს დანაშაულის ჩადენას სხვადასხვა დღეებში ედავება. მაგალითად, ერთი ბრალდებულის საქმეში 29 ნოემბერი წერია, მეორეში კი 2 დეკემბერი. პროკურორები ამტკიცებენ, რომ ჯგუფური ძალადობის კვალიფიკაციისთვის ბრალდებულებს შორის ნაცნობობა აუცილებელი არ არის. თითოეული ბრალდებული ძალადობრივი ქმედებების განხორციელების ადგილზე საკუთარი თვალით ხედავს თუ როგორ ისვიან ძალადობაში მონაწილეები პოლიციელების მიმართულებით სხვადასხვა საგნებს და ამ პერიოდში თავადაც ახორციელებენ იგივე ქმედებას. ასეთ შემთხვევაში კვალიფიკაციისათვის არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს. ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირები მანამდე იცნობდნენ თუ არა ერთმანეთს. მთავარია, რომ მათი ქმედებები ერთიანად მიმართული არის პოლიციელების წინააღმდეგ. პროკურორის არგუმენტები იურისტ ედუარდ მარიკაშვილის განმარტებით წინააღმდეგობაში მოდის კანონთან. მათ არ აქვთ ერთმანეთთან რაიმე წინასწარი შეთანხმება, ნაცნობობა და ასე შემდეგ, რომელიც არის ერთ-ერთი მათ შორის ერთ-ერთი კომპონენტი არის ორგანიზებული ჯგუფის. რა თქმა უნდა, ეს არის სპონტანური რეაქცია, ქმედებები, რომლებსაც სჯიან ადამიანებს, სპონტანური რეაქცია პოლიციელების ძალადობაზე, ხო? და არანაირი კავშირი ამ ყველაფერს არ აქვს ძალადობრივ ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფის ქმედებებთან, იმიტომ რომ თუ კი არ არსებობს ორგანიზებული ჯგუფი, მასში მონაწილეობა არ არსებობს და ვერ მიიღებს მასში ვერავინ მონაწილეობას. ეს 2021 წლის 5 ივლისია. ამ დღეს თავდასხმის შედეგად 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისს კი თავს დაესხა. მე ვარ ქართველი და არანაირი მაშასადამე ამას აღარ ჭირდება. ჰომოფობიურ ნიადაგზე ასობით ადამიანის შეკრებას თბილისის ცენტრში პრორუსული ჯგუფი ალტ-ინფო ხელმძღვანელობდა. 5 ივლისის მოვლენების არც ერთი ორგანიზატორი, ალტ-ინფოს არც ერთი ლიდერი არ დაუპატიმრებიათ. საერთო ჯამში 5-6 ივლისს ჩადენილი ძალადობის გამო 31 პირი დააკავეს. რამდენიმე მათგანი გირაოთი გათავისუფლდა. 225 მუხლის მეორე ნაწილით გადაკვალიფიცირდა საქმე იმ 6 ადამიანის მიმართ, რომელთაც ბრალი ედებოდათ არასამთავრობო ორგანიზაცია სირცხვილიას ოფისში შეჭრასა და TV1-ის გადამღებ ჯგუფზე, მათ შორის ვიდეო ოპერატორ ლექსო ლაშქარავაზე თავდასხმაში, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ პირების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ ჯგუფური ძალადობის ბრალი შეცვალა, რაც პატიმრობის ნაკლებ ვადასაც ითვალისწინებდა. სააპელაციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა უზენაესმა სასამართლომაც. შესაბამისად, ეს 6 პირი ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის, დევნის და ჯანმრთელობისთვის ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენების მუხლებით გაასამართლეს. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, მათი ერთმანეთთან კავშირი, ნაცნობობა, განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზებული ხასიათი, ან და მათ მიერ აღნიშნული ქმედების მითითებით შესრულებული ფაქტი ვერ დადასტურდა. ისინი მოქმედებდნენ სპონტანურად, ჯგუფურად, კონკრეტულ დროს სიტუაციიდან გამომდინარე. 11 პირის საქმის ერთ-ერთი ბრალდებულის, გიორგი ტერიშვილის ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა სასამართლო პროცესზე პარალელი სწორედ 5 ივლისის საქმესთან გაავლო. ორგანიზების დროს აუცილებელი არის, რომ მონაწილე პირები იცნობდნენ ერთმანეთს, ჰქონდეთ კომუნიკაცია და უშუალოდ ადგილზე ან მანამდე იღებდნენ მითითებებს ხელმძღვანელებისგან და აღასრულებდნენ მათ კონკრეტულ შემთხვევის ადგილზე. რაც სასამართლომ 2021 წლის 5 ივლისს ვერ დაინახა და აღწერა რამდენიმე ფაქტობრივი გარემოება. პირველი, ბრალდებულებს შორის არ იყო ნაცნობობაო, ბრალდებულებს შორის არ იყო გამოკვეთილი ხელმძღვანელი პირებიო და ხელმძღვანელი პირებისგან არ იყო მითითებები იმდენად ნათელი, რომ ორგანიზებაში ჩათვლოდათ განმარტებაზე ენდეთბაში. ადვოკატების მოსაზრებით 11 პირის საქმისა და 5 ივლისის ძალადობაში მონაწილე 6 ადამიანის საქმისადმი სასამართლოს მიდგომა აჩენს აშკარა ვარაუდს, რომ სასამართლოს სისტემა ორმაგი სტანდარტით მოქმედებს. თუ სასამართლო ერთი მხრივ ერთ ადამიანს მოექცევა განსხვავებულად და პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების მიზნით მსჯელობას განავითარებს ბრალდებულის სასიკეთოს, არ შეიძლება მეორე შემთხვევაში განსხვავებული მსჯელობა განავითაროს. ეს იქნება თანასწორუფლებიანობის დარღვევა და პოლიტიკური ნიშნით ადამიანის პასუხისმგებლობაში მიცემა, რომელიც ავტომატურად დაარღვევს კონსტიტუციას და ევროკონვენციას. სიწყნარეს ხომის დარბაზში. მე ჩემი შინაგანი რწმენა მაძლევს იმის საშუალებას რომ თქვა დღეს მე გური მირცხულავა განურჩევლად იმისა რა განაჩენი დადგება დღეს რა იქნება საბოლოო განაჩენი აქ ვდგავარ ამაყად და მე მადლობელი ვარ აი თითოეული ამ ადამიანის თითოეული იმ ნაბიჯის რომელიც მათ გადადგეს და ბატონო მოსამართლე უბრალოდ ამის საპირწონეთ შეუძლია პროკურორს გაიმეოროს იგივე მე პროკურორი ვაჟა თოდუა ამაყი ვარ რასაც ჩავდივარ დღეს და ჩემი თითოეული ნაბიჯი მიზანმიმართულია ჩემი ქვეყნის კეთილდღეობისათვის ხო გაიმეორე ერთი წუთით რა სასამართლო პროცესზე გური მირცხულავას მიერ წარმოთქმულმა ემოციურმა სიტყვებმა მისი მხარდამჭერების ოვაციები გამოიწვია. ამის გამო მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ სხდომა ნაწილობრივ დახურა. მანდატურებმა ხალხის სასამართლო დარბაზიდან გააწევეს. დამსწრეებმა დატოვეთ სხდომის დარბაზი, საჯაროობა უზრუნველყოფილი იქნება ვიდეო გადაღების რეჟიმში. გურამ მირცხულავა, ისევე როგორც დანარჩენი 10 ბრალდებული მოსამართლემ იმ დღესაც პატიმრობაში დატოვა. არგუმენტით, რომ დანაშაულის ხელახლა ჩადენის რისკი არსებობს. პროევროპული აქციების მონაწილე, პროფესიით მთარგმნელი 34 წლის გურამ მირცხულავა 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს. იგი ციხეში იმყოფებოდა, როცა მამა გარდაეცვალა. დედა გვიყვება, რომ შვილის დაკავების შემდეგ ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. რა თქმა უნდა, მძიმეა, როდესაც შევდივარ სახლში და უკვე სიცარიელია. მძიმეა. რა თქმა უნდა, მძიმეა. თუმცა ვცდილობ ისევ ჩემი შვილის გულისთვის, რომ ხნეთ გამოვიყურებოდე. არ ნახოს დედა დეპრესიაში, უმწეო და ასე შემდეგ. თვითონ ფიქრობ, რომ ხნეთ არის და ყველანაირად ცდილობს, რომ მეც გამამხნევოს. ყველანაირად. ბრალდების მხარე 13 წამიან და 39 წამიან ვიდეოებს ეყრდნობა. ასევე გურამ მირცხულავამ 2024 წლის 1 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მძიმე საგანს იცვლის პოლიციელების მიმართულებით.
გურამ მირცხულავას ადვოკატი ომარ ფურცელაძე როგორც სასამართლო პროცესზე, ასევე სტუდია მონიტორთან ინტერვიუში განმარტავს, რომ ამ ვიდეო მტკიცებულების ავთენტურობა საეჭვოა. ის არ არის უწყვეტი კადრი, უწყვეტი ვიდეო მასალა. რაც გულისხმობს თავისთავში იმას, რომ ეს არის გარკვეული ტიპის ვიდეო კოლაჟი, რომელიც ხელოვნურად არის დამაგრებული და გაერთიანებული ერთი ვიდეოს სახით. რაც არსებული სტანდარტით დაუშვებელია გამოყენებული იქნას როგორც მტკიცებულება. ადვოკატისთვის სადავო ვიდეო მასალის შესახებ კითხვები ამ საქმის პროკურორს დავუსვით. წარმოდგენელია ეს ვიდეო ფაილი, რაც საჯარო სივრცეში იყო განთავსებული. ეს გახლავთ ის ვიდეოები, სადაც ჩაასწრო გამოქვეყნებას ახორციელებს თითოეული მრავლდება. ახორციელებს ძალადობრივ მოქმედებას, პოლიციელების წინააღმდეგ და როგორც ვთქვათ, ეს ვიდეოები მოძიებული საჯარო სივრცეში. სტუდია მონიტორი სასამართლო პროცესებს პირველივე დღიდან აკვირდება. ადვოკატი დარწმუნებულია, რომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების არც ერთი კრიტერიუმი, მიმალვის საფრთხე, მტკიცებულებების განადგურება და დანაშაულის ხელახლა ჩადენა მირცხულავას შემთხვევაში სიმართლეს არ შეესაბამება. გური არასოდეს ყოფილა სასამართლოები, არც ადმინისტრაციულ სამართალსა დაკისრებული პირი, ბოლო საზღვარი გადაკვეთა 2014 წელს და მის მიერ ჩადენილი ქმედება თვითონ პროკურატურასაც კი მხოლობით რიცხვშია გაღწერილი, რომ თითქოს და მან ერთი მოქმედებით გაუწია პოლიციას წინააღმდეგობა. 2012 წელს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიღებული რეზოლუცია პოლიტპატიმრობის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს ადგენს. სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით ორგანიზაციამ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა გურამ მირცხულავას საქმე შეისწავლა და დაასკვნა. მოცემულ საქმეზე გურამ მირცხულავას სისხლის სამართლებრივი წინასწარი პატიმრობა შეფარდებული აქვს წმინდად პოლიტიკური მიზნით და მოტივით, ისე რომ მის ქმედებას არ აქვს კავშირი რაიმე სახის დანაშაულთან. გურამ მირცხულავა არის პოლიტიკური პატიმარი და ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. პირველი ორი კვირა ძალიან რთული იყო, როცა მისი ხმაც არ გვესმოდა, სიცარიელი იყო სახლში. როცა მამის ხმა გავიგეთ, უფრო დავმშვიდით. გამარჯობა, როგორ ხარ? კარგად ვარ. ნია არჩაია აფხაზეთის ომის ვეტერანის ჯანო არჩაიას შვილია. ჯანო ერთ-ერთი ბრალდებულია, რომელიც პროევროპულ აქციებზე შვილებთან ერთად დადიოდა. ეს ორი კვირა ტირილში გაატარა დედამაც, მეც შიშიც იყო, ყველაფერი ერთდროულად იყო, ვერ გავიგეთ რა გაგვეკეთებინა, ვისთვის მიგვემართა. სტუდია მონიტორთან ინტერვიუში ნია არჩაია მამის დაკავების დღეს იხსენებს. მთელი დღის მანძილზე ვეძებდი, სადმე თუ იზოლატორი შეიძლება იყოს საქართველოში, ყველგან დავრეკე. არსად არ ჩანდა აორთქლდა კაცი. თან მამას ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ცალკე ამაზე ვნერვიულობდი, მეთქი რამე ხო არ მოვიდა თქო და სადღაც 8-ის ნახევრისკენ მოიყვანეს სახში ხელბორკილებით მამაჩემი და გადაჭრიკეს აბსოლუტურად მთლიანად სახლი. ჯანო არჩიაც 2024 წლის 29 ნოემბერს მძიმე საგანსაცმლის სამართალდამცველების მიმართულებით. ჯანო არჩაიას გვარი 5 მარტს გამართულ სასამართლო პროცესზე პროკურორს ორჯერ შეეშალა. მის წინააღმდეგაც პროკურატურას რამდენიმე წამიანი ვიდეო აქვს წარმოდგენილი, სადაც ჩანს, რომ საპროტესტო აქციაზე მყოფი არჩაია მიწისკენ იხრება, იღებს მცირე ზომის საგანს და გაურკვეველი მიმართულებით ისვრის. ადვოკატი მიიჩნევს, რომ არჩაიას საქმეშიც ჩადებული ვიდეო მტკიცებულება სისხლის სამართლის დანაშაულს არ აღწერს. ჯანო არჩაიას მოქმედება აღწერილია როგორც გარკვეული მძიმე საგნის სროლა. თუმცა წარმოდგენილი ვიდეო არ არის ვარგისი იმის დასადგენად, რას ისვრის ჯანო არჩაია, თუ საერთოდ ისვრის რაიმეს, რა არის ეს საგანი და არის თუ არა ის ნამდვილად ვინმე სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში საგანი ობიექტურად და ნამდვილად ისვრის თუ არა ამ ყველაფერს პოლიციის მიმართულებით. ომარ ფურცელაძე ასევე განმარტავს, თუ რატომ მიიჩნევს ამ საქმეში ბრალდებულთა პატიმრობას უკანონოდ. რომ არა ბრალდების მხარის მტკიცება, რომ ჩადენილია ჯგუფური ძალადობრივი დანაშაული. საზოგადოების ნებისმიერი წევრისთვის მარტივად აღქმადი იქნებოდა ის ფაქტი, რომ ცალკე აღებული გური მირცხულავას ან ცალკე აღებული ჯანო არჩაიას მოქმედება არ შეიძლება იყოს სისხლის სამართლის დანაშაული.
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა წერს, ჯანო არჩაიას პატიმრობა შეფარდებული აქვს წმინდა პოლიტიკური მიზნების გამო, ქმედებისთვის, რომელსაც არ აქვს კავშირი რაიმე დანაშაულთან. არჩაიას პატიმრობა არის იმ სამართალწარმოების შედეგი, რომელიც აშკარად უსამართლო იყო და უკავშირდება სახელისუფლებო ორგანოების პოლიტიკურ მოტივებს. პოლიტიკური პატიმარი ჯანო არჩაია დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას სასამართლოში გავრცელებულ მავნე პრაქტიკად ასახელებს სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე. საქართველოში სასამართლოებს აქვთ ეს პრობლემა, რომ ისინი მასობრივად შაბლონური გადაწყვეტილებებით საკმარისი შემოწმებისა და დასაბუთების გარეშე იყენებენ პატიმრობას კონკრეტული ადამიანების მიმართ. რაც ძალიან მძიმე პრაქტიკაა, იმიტომ რომ ჩვენ მათ შორის როცა საუბრობთ თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლებაზე, ეს უფლება საუბრობს თავისუფლების პრეზუმპციაზე. ყველა ჩვენი სისუსტეები გვაქვს, ამ შიშებს და სისუსტეებს გადავაბიჯებთ და სათქმელი ყოველთვის ითქმება. ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის 28 წლის მსახიობი ანდრო ჭიჭინაძეც 11 პირის საქმის ერთ-ერთი ბრალდებულია. შემოვედი მთელი ეზო იყო გადაშავებული ამ სპეცრაზმელებით, ესე იგი ერთი ანდროს ასაყვანად მოვიდა ჯარი. ანდრო ჭიჭინაძის დედა 5 დეკემბრის მოვლენებს იხსენებს. იმ დღეს მისი შვილი დააპატიმრეს. ყვიროდი მიშველეთ, სად მიყავთ, ვინ რატო მოხვედით, ხელებსაც ვიქნებდი, ფეხებსაც ვიქნებდი, მაგრამ არაფერი. და აი ამასობაში გამოიყვანა სანდრო ბორგილებით სადარბაზოდან და მას მე ჩემი თვალით უყურებდი და ერთი ესე თავზე მოკიდეს მე კადრებში ვნახე, აი რო კიდებენ ხოლმე თავზე ხელს და რო აჯენენ მანქანაში ერთი აუკრა ესე თავი და მითხრა დედა არ შეგეშინდეს, ყველაფერი კარგად იქნება. და მე უკვე ჩასვეს მანქანაში. ანდრო ჭიჭინაძე 2024 წლის 29 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციაზე ჯოხს ისვრის სამართალდამცველების მიმართულებით. პროკურატურა მტკიცებულებად ამ ეპიზოდშიც ვიდეოს იღენებს. ვიდეოში ჩანს, რომ ანდრო ჭიჭინაძე ჯოხის მსგავს საგანს იმ ტერიტორიის მიმართულებით ისვრის, სადაც პოლიციის კორდონია განლაგებული. თუმცა არ ჩანს სად ვარდება საგანი, ან ხვდება თუ არა რომელიმე სამართალდამცველს. ასევე ვიდეოში ისმის, როგორ აგინებენ პოლიციელები აქციის მონაწილეებს, მათ შორის ანდროს. მტკიცებულება, რომელიც ჯგუფურ ძალადობაში მსახიობის მონაწილეობას დაადასტურებდა, პროკურატურას ამ დრომდე არ წარმოუდგენია. განმარტავს ადვოკატი ირაკლი ჟორჟოლიანი. ძირითადი პრობლემა, რაც ამ საქმეში არის მთავარი პრობლემა, ანუ ამ საქმეში არის მტკიცებულებები, საერთოდ. ამას რომ ვამბობთ, არ ვამბობთ, იმიტომ რომ თქვათ ჩვენ სხვანაირად ვაფასებთ ამ მტკიცებულებას, ბრალდების ხარეს სხვანაირად. უბრალოდ არ არის მტკიცებულები, საერთოდ. რაღაცას თქვენ დაეჭირეთ, ამას შეიძლება. ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილიც მიიჩნევს, რომ სამ თვეზე მეტია, რაც პროკურატურა ვერ ახერხებს ძალადობაში და მით უმეტეს ჯგუფურ ძალადობაში ანდრო ჭიჭინაძისა და სხვა პირების მონაწილეობის დამადასტურებელი ფაქტი წარმოადგინოს. იგი ასევე განმარტავს, რომ დაზარალებულად აღიარებული 37 პოლიციელის ჩვენებას ამ საქმესთან არავითარი შემხებლობა არ აქვს. რაც არის წარმოდგენილი, არც ერთი მათგანი გამოკითხვის ოქმებში ან თუნდაც შემდგომ დაზარალებული საიმჩვენებაში არ უთითებს, რომ არათუ ანდრომ ზოგადად რომელიმე პიროვნებამ დააზიანა ის. გამოკითხული 37 მოწმიდან დაახლოებით 5-6 იყო მხოლოდ 29-ში იქ. ანუ რეალურად საერთოდ არ იმყოფებოდნენ ისინი, ზოგი იყო პირველში, ზოგი იყო 3-ში, ზოგი 4-ში, თუმცა ვინც იყო, ისიც არ უთითებს, რომ მე მაგალითად ანდრო დავინახე და მით უმეტეს არ უთითებს, რომ მან რაიმე სახის ზიანი მომაყენა, პირდაპირ წერენ, რომ მე ვერ დავინახე, ვინ მომაყენა ზიანი. დაცვის მხარე კატეგორიულად ითხოვდა არ გამოეყენებინა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ფორმა პატიმრობა. მოსამართლის საპირისპირო გადაწყვეტილებას დარბაზში მყოფი მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა.
მადლობა მინდა გადავხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამდენი ხნის განმავლობაში ესეთი სოლიდარული არის თითოეული პატრიოტის და თითოეული ადამიანის მიმართ და ერთმანეთის მიმართ. საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ ანდრო ჭიჭინაძის საქმეც შეისწავლა და ევროსაბჭოს კრიტერიუმების მიხედვით მის პატიმრობაშიც პოლიტიკური მოტივი გამოიკვეთა. პირველი კრიტერიუმი არის, რომ თუ ადამიანი დაკავებულია პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე და ინტერესებიდან გამომდინარე, ისეთი საქმის გამო, რომელსაც საერთოდ არ აქვს კავშირი დანაშაულთან. და მეორე კრიტერიუმი არის, რომ ადამიანის პატიმრობა უკავშირდება ასევე პოლიტიკურ მოტივებს და მისი პატიმრობა წარმოადგენს აშკარად უსამართლო სამართალწარმოების შედეგს. 2024 წლის აქციებზე გაზაფხულიდან დეკემბრის ჩათვლით 50-ზე მეტი პირის წინააღმდეგ პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International საქართველოში აქტივისტების დევნის ტენდენციაზე მიუთითებს. ანგარიშში წერია, არაადამიანური მოპყრობისა და დამცირების სამიზნედ ქცეულ აქტივისტებს სამართლიან სასამართლოზე წვდომაც კი შეზღუდული აქვთ. ძალიან აშკარაა, რომ ეს ადამიანები არიან პოლიტიკური ნიშნით დაკავებულები. სახელმწიფოს დღეს აქვს მიზანი, რომ პროტესტი დასაჯოს. ერთის მხრივ ამ საქმეებში ჩანს კონკრეტულ შემთხვევებში დასაბუთებულობის პრობლემა წარდგენილი ბრალის, მაგრამ ის რომ სასამართლო ხელაღებით შაბლონურ გადაწყვეტილებებს იღებს და პირდაპირ პატიმრობას იყენებს, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს მათი სასტიკი დასჯის და მათ უკან პროტესტის მონაწილეების დასჯის მაღალ ინტერესს. ხალხსახაა და ჩანს უკვე ბრალდების და სასამართლო ორგანოების მიკერძოება, რომ მკაცრად და სასტიკად უნდა გაუსწორდნენ ყველას, ვინც რაღაცა ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავს და არ აქვს მნიშვნელობა მისთვის, რამდენად ლეგიტიმურია ეს პროტესტი. მადლობა მინდა გადავხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა მინისტრს, მადამ რახტან გომელაურს და თითოეულ პოლიციელს, მიუხედავად უმძიმესი სისტემური ძალადობისა, რომელსაც გუშინ ძალადობრივი დაჯგუფებები მიმართავდნენ და მათი უცხოელი ინსტრუქტორები მიმართავდნენ. სადილებსაც არ ვაკეთებ ისეც, რომელიც ჩემს შვილს უყვარს. იმიტომ რომ არ გადადის ხელში, რომ ვიცი, რომ ჩემი შვილი არ არის სახლში და ძალიან გული მწყდება და მაინც ვერ ვიკავებ ცრემლებს და თავისთავად თავისით მოდის ცრემლები და მეტირება, რომ ჩემი შვილი ჩემ გვერდზე არ არის. ყოველთვის ვცდილობ იქ ვიდგე, სადაც ხალხს სჭირდება. ყოველთვის ვიბრძოლებ რუსული საქმეების მკეთებელთა წინააღმდეგ, თუნდაც ამ ბრძოლას შევეწირო. წერს რეზო კიკნაძე, პატიმარი 94 საკნიდან.